მე-11 საუკუნის დასაწყისში საქართველოს მეფე გიორგი I შეებრძოლა ბიზანტიის კეისარს ბასილი მეორეს. იგი ცდილობდა სამხრეთ საქართველოს ადრინდელი საზღვრების აღდგენას. პირველი ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. ტაო დაიპყრეს. ხოლო შემდეგ ბრძოლაში ქართველებმა ვეღარ გაუძლეს ბასილი კეისრის უდიდესი ლაშქრის შემოსევას. მეფე გიორგი იძულებული გახდა დასთანხმებოდა სავის მძიმე პირობებს. ბიზანტიამ კვლავ დაიბრუნა ტაო და 3 წლით ძევლად წაიყვანა მეფის წული ბაგრატ. მეფე, შენ ქვეყანასაზე და ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა, ქვეყნისა და ქვესკნელის. საქრისტიანოს უზენაესი მამა ბასილი კეისარი. იგი ამ ქვეყნად მხოლოდ ღმერთს უთმობს პირველობას და მის წინააღმდეგ არ გვმართებს ბრძოლა. ჩააგე მახვილი ქარქაშს, მეფეო, და აღიღე ჯვარი. ზავი ხანმოკლე იქნება. ქრისტეს ჯულით უნდა შევკრა განდგომილი საერისთავოები ერთ ძლიერ საქართველოდ და ვემზადო ხანგრძლივი ბრძოლებისათვის. მახვილო აღზდეკ, რათა ელვი და ხილვასა შენსა. ქრისტეს ჯვარით გაერთიანა საერისთავოები, ერთლიან საქართველოს. ქრისტეს ჯვარით ეწამოა ჩვენსკენ და წაგვართმევს თავისუფლებას. გუნდებს დაგვადებს ამ ხელებზე. გისარწიებო, ეფემ შვილდი ასკან მოზიდა.
ელაფოროტების სათავე კათალიკოსია. მასადია ჩვენი ლოცვა დავივიწყოთ და თავისი ლოცვა ჩავჩაროთ პირში. ჩვენი კერპები მოვსპოთ, დავამსხვრიოთ და ჯვარი აღუმართოთ. რაღა თქვინდა ასეთი სიცოცხლე? ხოველნო, მეფე გიორგი თავისუფლებას გვართმევს, ჩვენი მიწაწყალის წართმევასაც. რათ მოგაკითა, ვაგემოთ მტერს მტრული პასუხი. არ გინდა მეფე გიორგი! ძმებო! არ გინდა ბერძნული ჯვარი! არ გინდა მეფე გიორგისთან შეერთება! ოვის მიწას არ გავატაროთ უწმიდური გიორგის ხელი! არ გავატაროთ! აულაშქროთ მცეთა! უხანათია მეფე საქართველოსი. ბიზანტიონს ებრძვის, მიშვას კი აძლიერებს. ქართველთა მეფეებმა მათი ჯვარი დათრგუნეს ფხოვის კერპები. და ახლაც ამ ჯვარით ასურთ ჩვენი განადგურება. ვერ მოესწრება ამას მეფე გიორგი. ხალხო! ქრისტეს ჯვარით აერთიანებენ მცხეთასა და ჩვენს ფხოს. თავლაშქროთ მცხეთა და ქრისტეს ჯვარი! ხოველნო! ცეცხლს მივცეთ ქრისტეს ჯვარი და მისი ტაძარი! გიორგი მეფის მხარე უნდა დაგეშვენებინან ჭიაბერის. ორივე გზას დედოფლის ტახტთან მიხავხარ. გიორგი როგორც ხედავ განწირულია და არც დედოფლის ტახტია თავისუფალი. ჭიაბერი კი დღეს თუ ხვალ მეფე იქნება საქართველოსი. ავიგებთ. მეფე გიორგი უნდა შევიფროთ. ჩემი ჭიაბერი ტახტზე დავსვათ. დედოფალს ბედიის მონასტერში აღკვეცათ. კათალიკოსსა და მის შავჩოქიან სწორებს ქართლოსის საფლავს დავაკლავთ. არმასსა და ზედაზეს აგვადგენთ. ურთიერთთანადგომის საწინდრად ახლავე ვაუწყოთ ხალხს ჩვენი დამძაფრება. შენმა შორენამ ახლავე ხელი უნდა მისცეს ჩემს ჭიაბერს. ხალხო! ეს იქნება ტახტის მფლობელი! ქალის გაჩენაში ღმერთი არ გარეულობდა. გავიქცეთ. გვიანობა ჩვენი დედების ხომად გახყოლიან სოლად, ვინც არასოდეს ყარებიათ გათხოვებამდის. მეფე ჭიაბერ!
ზეგრძელი იყოს მეფე! ზეგრძელი იყოს მეფე! ზეგრძელი იყოს მეფე! მოგვის ციხე დააზიანა მიწის ბრამ სრულად. აშენდეს. ჟამმა და ბრძოლებმა დააზიანეს. ციხე კლდეკარისა. ქანდა ციხე. ბერციხე. ციხე ბოდოკი. ციხე კაბერი. კოლოტკვირი და აწყვერი. არაზვიეთ. სამცხისა და ტაოს ციხეების გამაგრება საშურო, რადგან ბასილიკე ის არის ამ მხარეს მოადგება უპირველესად. რას აკეთებს ამჟამად ფარსმანი? რკინათა და ძვალთან მკვეთელ ხმებს. სხალტბის ეკლესიის შენებას ბოლო არ უჩას. ლოცვაო ეკლესიედაც შეიძლება მეფეო. უციხოთ და უხმლოთ კი ბრძოლა არ იქნების. მეფემ საჭიროა სატურცნები გაკეთდეს. გაკეთდეს. საამისოდ დიდძალი ოქროა საჭირო. ზვიადის ფსტოვრები მეფესთან, ამბავი ფხოვიდან. დაძრების მაგია ციხეთა მშენებლობამ მოიცვა საქართველო. მეფე გიორგი უფრო და უფრო გულგრილი ხდება სარწმუნოების მიმართ და მიზეზი ამ ბოროტების არის ხუროთ მოძღვართ უხუცესი პარსმან სპარსი. არავინ უწყის სამკრეხელის ვინაობა და სადაურობა. ჩუმჩუმა დასცინის ქრისტეს ჯულს, მარიამის უხრწნელობის დოგმას და თავაშვებული მრუშობით ილწავს დედათა მონასტერს. მონათა შვილების გაუპატიურებამ თუ დაუჟელად ჩაუარა ფარსმანს, დიდა ზნაურის ფანასკერტელის ქალის გაუპატიურებამ უცილობლად უნდა მოაშთოს იგი. გევედრები მეუფეო, მოსთხოვე მეფეს ბილწი ფარსმანის დასჯა. ფარსმანის მოცილება ნაადრევი. მას ჯერ არ დაუმთავრებია სხალტბის ეკლესია. მეუფეო, შესაძლოა მეფემ სვეტიცხოვლის აშენებაც მას მიანდოს. მტკიცედ მწამს. მას ბიზანტიელნი ოსტატნი აღაგებენ. აჰა მეუფეო, სახურთ უხუცესი მეუფეო. მეფე სადარბაზოთ იწვევს შენს მეუფებას.
შემტერი ვერას დააკლებს ერს თუ იგი მტკიცედაა შეკრული. უმკაცრესი ვიქნები ყველას მიმართ, ვინც მოისურვებს დაარღვიოს ქართველთა სამეფოს სიმტკიცე და ძლიერება. დაუძრათ ლაშქარი მეფე უფხოვისაგან. სანამ მამამზეს, ჭიაბერსა და კოლონკელიძეს თავები მხრებზე ასხიათ, მშვიდობა არ დამყარდება. ბრძოლად გასვლის წინ ლაშქარს არ დავლოცავ. ძმების ხელით, ძმებისათვის სიკვდილის გამზადებას ღმერთი არ გვაპატიებს. რამე თუ ხოვიც ისეთივე საქართველოა, როგორც ქართლი და აფხაზეთი. მარსალეკონ გონგამოცლ წარმართებმა ქართველ მეფეთა საქრისტიანო. ვერ ძალეგავენ, შვილო. მე მომანდე მეფევ მათი მორჯულება. მამამზის საერისთავოში წავალ ყოვლის შემძლე ჯვრითა და საღდრიონითა. ჩემი სიცოცხლის ნუ გეფიქრება, ისინი მახვილს ვერ აღმართავენ. იყოს ასე. ხვალდილისათვის განამზადე მეუფევ შენი საყდრიონი. ლაშქარს აახლებ. ლაშქარი არ მინდა. ეს ძვირფასი ხატია მინაშტისა მომამზას მიართვი ჩემგან. ხოლო კლარჯეთიდან ჩამოტანილი ძელი ცხოველის ეს ჯვარი ჭიაბერს. ჩემი სახელით უბრძანე შენ თვალწინ. მამამზე ხატს ემბოროს ჭიაბერი ჯვარს. კოლონკელიძესთან ყოველი კავშირი გასწყვიტა. უბრძანე. უმალ ქრისტეს ჯულს დაუბრუნდნენ, თორემ ერთი თვის შემდეგ ქორსატეველას ციხეს შემოეწყობი ჩემის ლაშქრითა და ჭიაბერსა და მამამზეს თავები არ შერჩებათ მხრებზე. მიხმეთ ფარსმანი.
რას ნიშნავს ეს ყოველივე? უხმლო ბრძოლა. მეფე მიწის კათოლიკოსი ხელშეუხებელი. მის უკან ბიზანტია. გამჯვარისა და შავჩოხიანების მიღმა. ზვიადის ხმალი ხომარი მალება. ჩვენი ხმალიც მივმალოთ. სათნოებისა და ღვთისმოსაობის მიღმა. შვიდასი წლის წინ ქართველთა მეფემ მირიანმა მუხთ მოიყარა წმინდა ნინოს წინაშე და ეამბორა ქრისტეს ჯვარს. იმ დღიდან მთელმა ქართველმა ერმა აღიარა ქრისტეს ჟული. იმ დღიდან საქართველო და ქრისტეს ჯვარი მთლიანია და გამოყოფილი. ქრისტეს ჯვარი აკავშირებს ადამიანებს. ქრისტეს ჯვარი აერთიანებს ჩვენს ერს და დუღაბივით ამტკიცებს. ქრისტეს ჯვარი ანათესაებს მთელს ჩვენს ერს მთელ საქრისტიანოსთან. შენ კი მამამზე და შენ ჭიაბერო კოლონკელიძესთან ერთად ამხედრეთ საერისთავოები და დაამხედ ჯვარი. ცეცხლს მიეცით ღვთისტაცრები. სატანამ დაისადგურა თქვენ სულში. გზა აგირიათ, გონება დაგიფნელათ, ბოროტების გზას დაგაყენათ და ძმის წინააღმდეგ ახვილით ამხედრეთ. მეფეთა მეფე გიორგი სულბრძელია. იგი დიაღაც ისმენს თათბირთა ჩემთა. რამე თუ არა ბრძანებულ არს უფლისაგან מחვილის აღება. არამედ ჯვარითა პატიოსანითა უნდა უჩვენოთ ქვეშევრდომთა თვისთა გზაი ჭეშმარიტ. მეფეთა მეფე მან გიორგიმ გიბრძანა ერისთავ ჭიაბერ. მეფეთა მეფე მან გიორგიმ გიბრძანა განაგდო ეშმაკეული. ქრისტეს ჟულად მოიქცე კვლავ და მოგძალებით ემთხვიო ამ ძელი ცხოლს. იდი ემთხვიე. ახლა ასე სჯობს. ადი
ადგილს. ჯვარი არ გიშვათ! ჩემი საყვარელი შვილი, ისე როგორც ქრისტე ლაზარე, დამიბრუნე შვილი, ვაიმე! Ostatni Bizantionia. მეუფეო, ქართველებმა დაიჩუქონ ბიზანტიის კეისრის ბასილის წინაშე, რომელმაც 15000 ბულგარელს თვალნი დასთხარა და ჩვენ სერს მიწებით აგრიჯა. კრეხელ
ფარსმანის ხელით ნაგებ ეკლესიაში ვერ ილოცებს ქართველი ერი. მეფეო, დროა ბოლო მოეღოს ფარსმანის თარეშს. მისმა უზნეობამ შებილწა მონასტრის მხევალდი. ფარსმანის უარყოფა უცხოელთათვის კარის გაგებას ნიშნავდეს უნდა. ჩვენი სალოცავი ჩვენმავე ხალხმა უნდა ავაგოს. უხმოთ უზენაეს საქრისტიანოს ოსტატებს. სვეტიცხოველს ბიზანტიელნი არ აღაგებენ. მეფეო, საქრისტიანოს თვალი და გონება ბიზანტიაა. ქურდები არიან ბიზანტიელები. ჟული ებრაელებს მოპარეს, ენა ძველ ბერძნებს, ბულგარელებს სეტინიუმი, სომხებს ანისი, პასიანს გადაღმა ქვეყნები ქართველებს, ხოლო სინდისი ვერავის წაგლიჯეს, რადგან ასეთი რამ არ აღჭირია ჯერაც. მართლმსაჯულების ცეცხლი და მახვილი ურჯულო ფარსმანს. ამეცალე ხალარვალ არჩენი ნახამსად არ დგისკინათ. აშინათ შენ გამქვიე უბედურებად. მერე გვიანღა იქნება ერისთავთერისთავო. ციხეთა შენება და შეკეთება მოამთავრე. დიდოთა მოთავეებთან პირობა დავდე ლაშქრის მოყვანის თაობაზე. მეფე კი დარწმუნებულია ჩვენს მორჩილებაში. ახლა, სწორედ ახლა გვმართებ შემოვეწყოთ მცხეთას. ოღონდ შენ ნუ გადამიდგები გზად. ერა საუტანი ხარ ხალარვალ. რის რისხვას მე ვერ გავეკებ. ერთ შენ გაექცე. თუ მაგ ჯვარს რისხვა შეეძლო, მე უნდა მოვეკა უწინარეს ყოვლისა. ყოველთა ამბოხი ხომ მე წამოვიწყე. ერისთავთერისთავო, ჭიაბერის სიკვდილში მეფე გიორგის მიუძღვის ბრალი. თელი თვალის რისხვა იფხერხლა ჩემი ჭიაბერი. ნუ გჯერა ეგ სხაპარი. არკვევის პირისი თმაზიდა. გიორგი მეფემ და ზვიაც ფასალარმა მოჰკრეს ჭიაბერი. ერისთავთერისთავო. მერც ნუღმოფ უსაფუძვლოდ შავლებ. საფუძველს თუ მოიკითხა, ეგეც ხელთა მაქვს. რა საფუძველი? ძელი ცხოველის ჯვართან მიმიყვანე და ყოველივეს ნათელს ვყოფ შეცვალწინ. ხელი ახლა შავლებ, ხელი ახლა! Აბაუგნოსი ამ ჯვარს ერისთავთერისთავო. სუნი თუ მოგდეს. სუნი, იახაც უდის მერელა? ეს ჯვარი მოწამლულია ერისთავთერისთავო. რას შავლებ, როგორ კათალიკოს ვერ სიცოდა და განძა ხამბურები და ჭიაბერს. შესაძლოა გარცოდნოდა კათალიკოს. ამჯერად იგი ბრმა იარაღი იყო მეფისა და სპასალარის ხელში. როგორ შემოწმოთ მოწამლულია თუ არა ჯვარი? ბრძენთა ხმობა არ დაგჭირდება ერისთავთერისთავო. მომეცი. ეს ზაღლი ჭიაბერის სულერდგულესი იყო. მაინც სიკვდილის პირზეა მისული ბეჩავი. უკანასკნელად დაუმოწმებს თავდადებას პატრონს.
აბერების ჩემი სალოცავს ელვის წავაცავოთ ალი მეფე გიორგი გიორგი მეფეს სams ქრისტე და მისი ჯვარი. თავად ბიზანტიონის მტერია, მაგრამ დაბნეულია მეფე. მელქისედე კათალიკოსა და ფარსმანს ფარს შორის ირიყება მუდამ. ზოგს ასე გონია, ჩვენს მიერ შემოსრული ხატებისა და ეკლესიების ბედი აწუხებდა გიორგის. არა, ჭიაბერი რომ შორენას ირთავდა, ესახელებდა მეფეს. რა ორას თქვი? მეფე შეფარვით ეთრფის შესასულს, ერისთავ-თერისთავ. შარშანწი მცხეთას ნახა შორენა პირველად. დედოფალი და კათალიკოსი აზრეულში ატოვა და ყმაწვილივით აედევნა მის კვალს. სისხლის ღურაზე უარი ვთქვათ ზვიად. მეფეო, გელი თავის ბუნაგში უნდა შევიპყროთ. როგორ? ვიაც სპასალარი თავისი ჯარით კახეთ ჰერეთში მიდის. ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ გაილაშქრებს. მეფე გიორგი სტუმრად მობრძანდება შენთან. ზავის დასადებად. მეფე სისხლის ღურას ერიდება. შერიგებასცაც. უშიშარივითა უხორცო, ვერც ეს სახელი და ვერც რკინის მკვეთელი ხმალი ვეღარ გიშველის. ბუნაგში ხარ მომწყდეული მეფე, შენი და შენი ამალის თავები სცა მიწაზე დაგორდებიან. რატომ აგოვნებს კოლონგელიძე? როს უსთის შესაფერს, ერისთავ-თერისთავ. თუ მეფე გაეყრება დედოფალს და შორენა შეირთავს, მისი მარჯვენა შევიქმნები. მამამზე ახლა ზედმეტია ჩემთვის. ყველა კარი უნდა გადაუკეტო. მრავალ ჟამიერ ხოსთამბადებელმა ყოველთა მეფობა შენი. ის არის განერთხოს გულსაშინა
მეფობისა შენისა ორგულსა. მეუფების შენის მონა ვართ, აც და მარადის. მეუღლე ჩემი და ასული ჩვენი შორენა. მეფედ მეფეო, შორენას თავად სურს მოგართვა სამადლობელი ჯიხვი. ეს არის შორენას საყვარელი ნუკრი ნებიერა. ობოლია, ამიტომაც შეირდომა იგი და თავად გაზარდა. დედამისი რა იქნა? წლეულს ყვირალობის დროს გაგვექცა. ბევრი ვეცადეთ არ იქნა მისი მოთვინიერება. დღისით ბღაოდა ბედშავი საჭმელს პირს არ აკარებდა. ბოლოს წყლისმაც აღიკვეთა. მაშინ მონადირეებს უბძანა მამამ თოკი წაიყვანათ მთაში, მჟავე წყალი მოსვასო. როგორც კი მთები დაინახა, შემზარავი ყვირილი ასტეხა თურმე. ერთი გადაბღავლა მთებს და გადაეშვა ქარაფებიდან. მონადირეები? ერთმა ხელის გაშვება მოასწრო, ხოლო მეორე, დიდოელი, არ მოეშვა. თან გადაჰყვა უბსკრულში. ასე ძნელია თავისუფლების დათმობა. კვეტარის საერის თაურ შეუვალობა სრული. შარაზეთ ზედა კარნი. აფხაზთა და ქართლთა მეფეთ მეფე გიორგის სახელით გიბრძანებ. ციხის სკლიტენი ჩამაბარე.
მეფეო ბატონო. მე ვაპატიე მამა. მეფეო, ნუ დამიქცე ოჯახს. ერთხელაც შეუნდე თალაგვას. გვიმსახურე მე და ჩემი უბედური თანამეცხედრე, ჩემი ერთადერთი შვილი. საქართველოს ერთიანობის ხელყოფა არავის ეპატიება. გავს რისად გველი შენ თუ ცოცხალი გადურჩი მეფეს განანებამ დღეს კოლონკელიძე. ვინ არის ეს მოყმე? კოლონკელიძის ხუროთმოძღვარი მეფეო. ხუროთმოძღვარი? მიხმეთ ის მოყმე. ხუროთმოძღვარი მეფესთან.
ეკლესიის საგება თუ შეგიძლია, ჭაბუკო? 9 კარის ეკლესია ავაგე 2 წლის წინათ, მეფეო. კიდევ? ითვალისის ეკლესია დავასრულე წლეულს. აგედავ? ცხეთაში. არაგვისა და მტკვრის შესართავთან. აგოს სვეტი ცხოვლის დიდი ტაძარი. ვით გვირგვინი. სახე. თლიანი. მტკიცე. განუყოფელი საქართველოსი. შენმა ქმნილებამ უნდა დაჩრდილოს ყველა ტაძარი ფარსმანის მიერ აგებული სამცხეში. საქართველოს კათოლიკოსის დარბაზმა ბრალად დაგდო დიდგვაროვანის ფანასკერტელის უასაკო ქალწულის გაღწნა. ისმინე ხელმწიფის გარის სამჟავროს განჩინება ფარსმა. სწავლულთა და მეცნიერთა ცოდვანი უფრო მძიმეა ვიდრე უსწავლელთა და უმეცართა. ამიერიდან შენ აღარ ახარ ხუროთმოძღვართ უხუცესი. ეს პატივი მიენიჭა სვეტი ცხოვლის ამშენებელს კონსტანტინე არსაკიძეს. უცნაურია და უგუნურია ეს ცხოვრება. რამდენ ხვალ შემართულ რაინ შევგებები არ უშიშრად. ახლა კი ამ დალეულმა, ჩია მოხუცმა, მელქისედეკ კათოლიკოსმა უნდა მომისწრაფოს სიცოცხლე.
მალე ქაოს შემოგაცლის სრულყოფილს და იქმენი ნათელი. და ცას მისწდება ქვაში ამღერებული სული ჩემი, ცადად ყორცნილი სამარად შემოდი. ხელოვნება თავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტი ცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი. ძირვასა და მწუხრზე ვერ გხედავთ ოსტატო. Ვალებელნი და მკრეხელნი აუგად იყენებენ იაკობის მიერ ღმერთთან ბრძოლის ამბავს. ამ ქვეყნიური სახლითა და პატივით გულმოცემულნი შემოქმედს უტოლებენ თავს. ღმერთთან თანატოლობას მიელტვიან. ამ პარტავნება მკაცთა რომელნიქებენ თავსათვისა წოდვილი გულის თქმითა. განარისხოს უფალი მრავლითა გულის ხომითა მისითა. რამე თუ წეღამდელი ფიქრი ხომ არ შეიცნო მოხუცმა გრძნეულის ძალით. უფალი ერთი არს, მაღალ არს და საშინელ, ხმონეთ უფალსა შიშით და უგალობეთ ძრწოლით, ნუ ძლიერობ კაცი. მაშ სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არ წამიერის მარად შემულად გცევა. სხვა რა ევალება ამ ქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმომავლობის მისლთან. წუხრი მშვიდობისა ოსტატო. მშვიდობა მოგწ. სიმაღლე რამდენია? ორჯერ მეტი ვიდრე სიგანი. იცერკინები. სამი ეკლესიის მოცულობა იმართება მასში. ოლთისის ეკლესია ქართული ლაშქრის მიერ გადამწვარი უცებედად და ორიც სამცხისა შენს მიერ აგებული, ოსტატო. მუშახელი 3000 მონა. მასალა ალგეთის ზეგამის ქვისა და ცისფერი ფიქალისაგან კეთდება ტაძრის პერანგი. სახურალი თლიანი ფიქალის. ვერ გავდევდი. არაგვისა და მტკვრის შესართავთან უკვარცხლბეკო ვაკეზე ტაძრის აგეს. ეს მიბრძანე იმ სახლს უკან რატისეული კოშკია რა? დიახ, ბატონო. ამჟამად მე ვცხოვრობ. მომწონს ეს შუქურთმა ვაზის. ვინ არის ოსტატი სადაურია? მე თვითონ მუშაობ თავისუფალ დროს. თავად უნდა ავიტანო ხარაჩოებს. თავად უნდა ჩავდგა კედელში. ასე მაქვს დათქმა. რადი კითხე ოსტატო იმ კოშკის ამბავი? იმ კოშკში ყავდა დამწყდეული მეფე გიორგის რატი. ჭკვიანი კაცი იყო საფრთხოცესი რატი. მან კარგად იცოდა მეფეთა სამსახურისთვის ვინც თავს გადაძდებს, მას სახლს უკან მზად უნდა კონდეს დილეგიც, რადგან ქარის ქროლვასე მსგავსება მეფე წყალობა. ხანაღმა მიქრის ესნიანი, ხანაც თავდაღმა. ძენკაცი უნდა იყო ჭაბუკო და
შლეგათ მოაჩვენო ადამიანებს თავი. გმირი უნდა იყო და ჯაბანივით დადიოდა. ოსტატი უნდა იყო და ხელმოცარულად მოქონდეს თავი, რადგან არავის იმდენ იმპერია არ ახავს ამ ქვეყნად, როგორც ბრძენკაც, გმირსა და ოსტატს. გამემშვიდობისა, ოსტატო. შიმშილისაგან ჯანგამოცილმა თავი ვერ შეიკრა გუმბათს. უმიმხალისმაც არას გვაჭმევენ ოსტატო. აღარ არის სამუშაო ღონე. გუშინ 13 მონა გაიქცა. დღეს მეტნი წავალ. აცა. შიმშილმა და სახადმა მუსრი გავლა აქაურობას. არ გვინდა ოსტატო ამისი ხვედრი გავიზიარო. ეს იცოდე ჭაბუკო, ნაძღარი მონები ვერაფერს შექმნიან კარგს. ეს ციხეები, ეკლესიები და სასახლეები შივრების მიერაა აგებული. სადოღე ცხენი თუ გააძღე, ელოზე სხვა მიასწრებს უცილოდ. ხალხი თუ გაძღა, ლოცვასაც მიატოვებს და შრომასაც, მაშინ აღარ ციხეები გვექნება და აღარ სასახლეები. იცოდე ჭაბუკო, ხალხს სამი რამ უნდა ასწავლოს ერის წინამდგომმა ყოველმა. შიმშილი, ლოცვა და შრომა. აფხაზეთში ხანგრძლივ მგზავრობას დაუღლია მარია. რადგეში ეს მონაზონი ჰერქვაშაგება მთლად საქართველოს. საქართველოს დედოფალია დღეს იგი და ქართული ეკლესიის დიდი მოამაგი. მთელი საქართველო ეკლესიებით და მონასტრებით უნდა აავსო. მაგრამ მეფე რომ ხელიდან ეცლება და ამის ოდრო აღარ არჩება იფიქროს. რა დიდი მაგას? კოლონკელიძის ქალს შორენას სადედოფლოს იგულებს გიორგი მეფე. გვერდიდან არ იცილებს.
სად არის მეფე? სად არის მეფე? ფარსმანის ბეწ მისი ხმალისმაც. მეფის ხელში თუ გადატყდა, ვაი ფარსმანს. ფარსმანის ხმალი მეფეო. ასე მტერი გატყდეს მეფეო. ფარსმანის ხმალი მეფეო. ასე მტერი გატყდეს მეფეო. ასე მტერი გატყდეს მეფეო. იქეთ ხელობას ოსტატო. ой, სართა მხედრიონი! ეკლესია საქართველოს ოდესმე წმინდანად შეგერდს. მაგრამ ამჟამად მონაზვნად აღკვეცაში საზიანო იქნება სამეფოისა ჩვენისადმი. უსჯულოება მოძალებული არ საქრისტიანოსა ზედა და თუ შენი სახელი და მოღვაწეობა გამოგვეცალა, ჯულის სიმტკიცის ნაობის შენარჩუნება გაგვიძნელდება. ფარსმანის მკრეხელურმა საუბრებმა შეურყია ხალხს რწმენა. ეკლესიათა მშენებლობაში მისი შემცვლელი თუ არავინ ყავდა და ვითმენდით მის უზნეობას, ეკლესიათა მშენებელიაც მოიგდება. უსამშობლო, უსჯულო და უზნეო ფარსმან უნდა განვაძეოთ მცხეთიდან, რათა სარწმუნოებაში განვამტკიცოთ სამწყსო ჩვენ. ბიზანტიასთან ჟულის ერთიანობით დაბრმეებული მელქისედეკი და მარიამ დედოფალი საქართველოს მტერს ოდიხედავენ კეისარში, არამედ ქრისტიანულ სამყაროს უზელეს არსებას. ზადარიან თქვა საქართველოებში ეკლესიას და იმის გაგება კი აღარ უნდათ, რომ უტეხი ხმალი გაწვრთნილი მკლავი და ციხის სიმაგრე იცავს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას. დედოფალი საქართველოს. ოდა ასე ეთყვი კათოლიკოსს. ბიზანტიიდან საფრთხე მოგველის. ჯვარიც გჭირდება და ხმალიც. ეკლესიათა მშენებელი დიახაც მოიძებნა. მაგრამ რკინათა მკვეთელ ხმალთა წრთობის საიდუმლო ერთმა ფარსმანმა იცის მხოლოდ. სარწმუნოდ მიმაჩნია ეს ყოველივე. უბრძანოს მეფემ საძილს უღუწეს. ფარსმანის საქმე შეაჩეროს დროებით. ეს ყოველივე ჩინებულია და კეთილი ზვიად ბატონო, მაგრამ ერთი და უმთავრესი უნდა მოგვარდეს მაინც. უსჯულობა
მოძალებული არ საქრისტიანოსაზე ჟულის სიმტკიცე და სნობის სისპეტაკე თუ ვერ შევინარჩუნე ვერას გვიშველის ის ციხეები რომელთაც მეოხებითა მეფისათა აშენებს ზვიად ბატონო შენ და ვეღარც ის ცეცხლის მრქვეველი ხმლები გააწყობენ რაიმეც გიორგი მეფე რომ აწვრთობინებს ფარსმან უწესო დედათა მოყვარულია მეფე კოლონკელიძეს თვალები დაუბნელა მისი მხოლოდ მშობილი ქალი ურსისეულ სასახლეში გადაიყვანა და ხარჭადა ხავს ამიტომ მოვითხოვ მეფისაგან ზვიად ბატონო კოლონკელიძის ქალი შორენა აღკვეცილ იქნას დედიის მონასტერში კოლონკელიძის სასული შორენა აღკვეცილ იქნას დედიის მონასტერში